თვითონ სახელიც ვეუბნება, რომ ანუ სოფლიო მოლენა არის. სოფლიოდან თითქმის ყველა გუნდი სოფლიოში თუ რამე ნაკრები არსებობს, ვინც მოხვდება ისინი თამაშობენ და როცა ამ ერთობლიობაში ჩემპიონატის გამარჯვებული ხდები, ნიშნავს რომ სოფლიოში საუკეთესო ქვეყანა ხარ და ვფიქრობ რომ ეგ არის ერთ წინაპირობა, რატომაც არის ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი და თითქმის ყველა ფეხბურთელს უთქვამს რომ მათი ბავშვობის ოცნება ჯერ იქ თამაში და შემდეგ უკვე გამარჯვება იმ ტურნირზე. ბრაზილიის გულშემატკივრები ვიყავი რონალდინიოს გამო, რადგან რონალდინიო მიყვარდა, მაგრამ უკვე როცა აღარ იძახებდნენ ნაკრებში დავანები ბრაზილიას თავი და გავხდი საფრანგეთის გულშემატკივარი დაახლოებით 2010-დან მგონი თუ 15-დან აღარ მახსოვს. ზუსტად მაგერე მოყოლებული ვარ საფრანგეთის გულშემატკივარი, თუმცა წინა მსოფლიოზე როცა საფრანგეთი არგენტინა იყო მესის გამო ცოტა გადავდე ჩემი პირადი სიმპათიები გვერდზე და ხო მესის გამარჯვებაც ძალიან გამიხარდა. ყველაზე მეტად მახსოვს ბრაზილია ინგლისი როცა იყო, აი რონალდინიომ ჯარიმა გაიტანა შორიდან და მაგას ახდა ის წინაპირობა რომ პირველ ტაიმს უსმინე რადიოში. იმიტომ რომ ქუთაისში არ იყო დენი, ვერ უყურებდი, უხარო და უსმენდი ანუ რადიო გადმოსცემდა რა და რო ვაგებდა ბრაზილითან ამ მაშინ ბრაზილიის გულშემატკივარი ვიყავი და რო ვაგებდა ძალიან განვიცდიდი რა და მარტოღაც მე მეზობელთან ვიყავით ბავშვები და დენი მოვიდა რა და მოგვიწია რომ ანუ მეორე ტაიმს ვეყურებინა და აი მაგ მომენტს უყურე ლაივში რა ანუ პირდაპირ ეთერში და ეგ მომენტი ძალიან მახსოვს. მე ძალიან მომწონს 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი. მიუხედავად იმისა, რომ იტალიამ გაიმარჯვა. ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი ნაკრებები იყო თითქმის ყველა. თამაშებიც ისეთი დაძაბული და ისეთი საინტერესო იყო, რომ ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი. რო ვთქვათ, რომ საფეხბურთო ძალიან საფეხბურთო ქვეყნები არიან, თქო, მოვიტყუებით, იმიტომ რომ კანადა არის და ჰოკეიში ყავს ძალიან მაგარი გუნდი, ნუ მექსიკა კი სულ არის მსოფლიო ჩემპიონატი, მაგრამ მაინც არ იქნება ისე საფეხბურთო ქვეყანა და ამერიკასაც აქვს ძალიან მრავალფეროვანი სპორტი, რომელშიც უფრო მოწინავეები არიან ვიდრე ფეხბურთში. იქიდან გამომდინარე, ალბათ მათ თავიანთ